გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკის გაცნობა. განიხილეს, რა ზეგავლენას ახდენს პლასტმასის ჭარბი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით. შეხვედრის თემა ეხებოდა ნარჩენების მართვის პოლიტიკას ქვეყანაში, ასევე კონკრეტულად პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებს და მომავალში დაგეგმილ აქტივობებს. ძალიან დიდი იყო ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ასაკიდანვე აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვან პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეხება ნარჩენების მართვას. ახალგაზრდებს შეხვდნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ესაუბრებოდა გარემოს დაცვით თემატიკაზე. მნიშვნელობაზე, გარემოს დაბინძურების, მისი თავიდან აცილების გზებზე ძალიან აქტიურად წარიმართა ურთიერთობა, ბევრი შეკითხვა დაისვა, ძალიან მნიშვნელოვანი და მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენ განგვეხორციელებინა ეს შეხვედრა. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია ნარჩენებზე, იმაზე თუ რამდენად მავლებელია იგი და დარწმუნებული ვარ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამომადგება, მე მას გაუზიარებ ჩემს მეგობრებს.